მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სალამი და მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და ადამიანებს, რომლებიც არიშურებთ თქვენს უკურეაქციებს. ეს ლაიქი იქნება, კომენტარი თუ უბრალოდ პირადში შემოხმიანება. დღეს მინდა მოკლედ გავაკეთო გაშლა ორ ვარიანტზე, ადამიანი 24/7-ზე თქვენს თავში. რატომ? და როგორ უნდა ამოვიგდოთ თავიდან, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა და ვერაფრით ვერ მოერივნენ. ვერც ამ მდგომარეობას და ვერც იმ ადამიანს, ვინც მოკლედ უნდათ თუ არ უნდათ, სულ მათ ფიქრებსა და აზრებში არიან. სანამ მოკლედ გაშლას დავიწყებთ, მანამდე მინდა ისეთი პატარა შესავალი გავაკეთო, რომ რაც იცით ისედაც დარწმუნებული თვითონაც თქვენგან ეს ყველაფერი იცით, უბრალოდ მე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ გამეორება ცოდნის დედაო, ხომ იცით? არც ერთი ადამიანი ჩვენთვის არ იბადება. ნახეთ, ჩვენ მოვდივართ მარტო, მივდივართ მარტო. ყველა ადამიანი იბადება საკუთარი თავისა და სამყაროსთვის, ხო? ასევე საკუთარი სულისთვის. უბრალოდ როგორი მომენტია იცით, რომ გვხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ან გვჭირდება იმ კონკრეტულ მონაკვეთში წრფის, ჩვენი წრფე არა, პრინციპში არც გვაქვს წრფე, ხო? სიცოცხლის წრფე არ არსებობს, მონაკვეთი გვაქვს ჩვენ სიცოცხლის, სხვათა შორის რომ იცოდნენ და რომ ვიაზრებდეთ ადამიანებმა რამდენად პატარა დრო გვაქვს ისედაც მოცემული და ეს მოცემული დრო უკვე რამხელა ბედნიერებაა. დამერწმუნეთ, რომ უბედურებისა და დარდისთვის ვერავინ მოიცლიდა, მაგრამ რუტინა გვითხრევს და ესეთ მაღალ მატერიებზე ფიქრისთვის დროს არ გვიტოვებს. ხო, რას ვამბობდი? ანუ თქვენ იმისთვის მოდიან, რომ აი კონკრეტულ მონაკვეთზე ან ჩვენ გვჭირდება, ან ჩვენ ვჭირდებით მათ და ან ჩვენ ვაძლევთ გაკვეთილს და ან აქეთ ვიღებთ გაკვეთილს. ამიტომ აი ამ ასე ვთქვათ ელემენტარულ ჭეშმარიტებას თუ ბოლომდე გავიაზრებთ და მივიღებთ, მარტო გააზრება არ არის, ხო? ადამიანების შორის ვფიქრობ, რომ აღარც იარსებებდა ბოღმა, ჯიბრი, შუღლი, ეს დაბალი შეგრძნებები, ხო? უბრალოდ შევხედავდით თვითონ ადამიანს როგორც გამოცდას, რომელიც უნდა სიმშვიდით ჩავაბაროთ და ნახავდით, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად დაალაგდებოდა თავის ადგილას, ხო? როგორ მოვიცრიდით საკუთარი ცხოვრებისა და საქმეებისთვის და არა ვიღაცა ასე ვთქვათ A და B სუბიექტების ცხოვრების გასარჩევად და ასე შემდეგ. როგორ გამოგვითავისუფლდებოდა დრო, რომლებსაც დღეს სხვებზე ნერვების მოშლისთვის ხარჯავთ და სხვებზე სასაუბროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? საკუთარ თავს თუ პირობას მივცემთ, რომ დღეიდან მაინც, ვეცდებით ადამიანებს შევხედოთ ისეთი თვალით, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის საჭირო მოცემულობა, მაშინ ნერვებს ცოტა ისე საკმაოდ მოვუფრთხილდებოდით, ცოტა კი არა, საკმაოდ მოვუფრთხილდებოდით, ხო? იმიტომ რომ ნახეთ როგორი ამბავია ჩემო კარგო ადამიანებო, ჩვენ ბავშვობიდანვე რაღაცა გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, შაბლონებსა და დამღებში გავიზარდეთ, ხო? რა ვიცი, ზოგი გგონია რომ მტერია, ზოგი გგონია რომ მოყვარია, ხო? ასე გვასწავლეს, რომ ადამიანებიდან ან ერთია, ან მეორე. იმისი მიხედვით თუ ვინ როგორ გვექცევა ჩვენ და ჩვენს ოჯახს, ხო? სინამდვილეში სულაც არ არის ეგრე. ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში უფრო სწორედ, ხო? არ არიან შემოსული კონკრეტული პირადი მიზნებით. ისინი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამოგზავნილები არიან რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის ჩვენთვის, ან ჩვენ გამო, მოდით ასე ვთქვათ, ხო? არ ვიცი, გამოცდა, რომელიც ვთქვათ ცოდნისთვის არის, რომ რაღაცა კარგი გვასწავლოს, კარგი მისიით ჩაიაროს ჩვენი ცხოვრების გზაზე და რაღაცა კარგი დაგვიტოვოს, ხო? გაგვიმარტივოს რაღაცა ის პერიოდი, როცა ის ადამიანი ჩვენს გვერდით იყო. ასევე გამოცდა, რომელიც იმისთვის უნდა ჩავაბაროთ, რომ წინ წავიდეთ, ხო? ადამიანები რომლებიც თითქოს აი ჩვენს ჯიბრზე გაჩნდნენ იმისთვის, რომ რაღაცა დაგვიშაონ, რაღაცა გაგვიფუჭონ და არადეს უბრალოდ საფეხურია, რომელსაც უნდა გადავაბიჯოთ და ვისწავლოთ, რომ განვითარდეთ და შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ, იმიტომ რომ საფრთხე მუდმივად არ არის რა. აი ამას თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიაზრებთ,
ძალიან შეგვეშველება მერე იმაში, რომ აღარ დაგვიმართოს არაჯანსაღი მიჯაჭვულობები, ადიქციური მომენტები, ხო? ამა თუ იმ სიტუაციის და მით უმეტეს პიროვნების მიმართ. ერთადერთი ადამიანი სულ ვამბობ, ვისთანაც უნდა რაღაცები ვარკვიოთ, ეს არის ჩვენი თავი, ხო? რომ გავიაზროთ რაღაცები, რისთვის მოგვეცა, რატომ მოგვეცა და მადლიერი ვიყოთ იმისთვის, რომ რაღაცა შესაძლებლობები გამოჩნდა კონკრეტული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად და არა ის, ანუ ფოკუსირება მოვახდინოთ გამოსავალზე და არა ვთქვათ თვითონ პრობლემაზე და ადამიანზე. ვნახოთ ახლა ბევრი გამიგრძელდა ძალიან პირველი მეორე ვარიანტი და ვინ არის ადამიანი, რომელიც 24/7-ზე არის თქვენს ტვინში და მოკლედ არ გაძლევთ მოსვენების საშუალებას. ვისთვის არის გაშლა, ვნახოთ უბრალოდ ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც თქვენ უყურებთ. არ გამოვრიცხავ ეს ადამიანი იყოს ფორმიანი, პროფესიის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ გონებამახვილი, საკმაოდ ლოგიკური აზროვნების მატარებელი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ესეთი აი ხისტიც კი ურთიერთობებში ზოგჯერ პირდაპირი, სწორი, მინდა გითხრათ, მაგრამ ცოტა ესეთი ცივი ენერგიების მატარებელი, ადამიანი, რომელიც აი ნახეთ, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ სამართლიანი არის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია სხვა ადამიანის მდგომარეობაში შესვლა და იქიდან რაღაცების დანახვა, მაგრამ აქ ამ ადამიანს ეს არ ახასიათებს. სწორი ადამიანი არის, კრიტიკული გონებით კი ბატონო დაჯილდოებულია, მაგრამ ხომ იცით ესეთი გამოთქმა, რომ ვინც თავიდანვე არის კრიტიკული და გონებით დაჯილდოებული, მას ამ სამყაროში არაფერი ესაქმნობა და ზუსტად ესია რა, მე ცხოვრება სხვანაირს ვქნით და ზუსტადაც ამ ადამიანს ზოგჯერ ხშირად თავისი სიმართლე აქვს. ოღონდ ცდილობს რომ სწორი იყოს, ამას ვერ დაუკარგავთ. ამდენად ისეთი არც თუ მარტივი ხასიათის და განწყობების ადამიანთან გვაქვს საქმე. თუმცა ცუდი ენერგიები აქვს თქო და რაღაც ესეთი, ამას ვერ ვიტყვი ვერც ერთ შემთხვევაში. ნახოთ. ეხლა რა ამბავია ამ ადამიანის ცხოვრებაში, რა ხდება? რა კონკურენციაშია ჩაბმული? გასაკეფია. ვაი. არ უნდა ლაპარაკი. ბრაზდება. ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ნუ ჩაყოფთ. პრინციპში სწორიც არის, რას ვერჩით. თქვენთან დაკავშირებით მაინტერესებს და მომავლის ენერგიები თქვენთან დაკავშირებით. კარგით. მოკლედ, როცა ვკითხულობ რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, თავიდანვე პირდაპირ კონკურენციის არკანი ამოვიდა და შეჯიბრიდა, მოკლედ დიდი, ასე ვთქვათ, რბოლა და ამოვიდა ორი ქალი, ხო, ერთი იმპერატრიცა, მეორე ხმლების დედოფალი. ამ ადამიანს გარკვეული, ასე ვთქვათ, გაყოფილი ენერგიები აქვს ამ ორ ქალბატონს შორის, დასაბალანსებელი, ცალსახად. არ არის აქ ის სიტუაცია, რომ ასე ვთქვათ, აი ამნაირი გონების და ჭკუის პატრონი სწორად ალაგებდეს რაღაცებს, ვერ ალაგებს სამწუხაროდ. სამწუხაროდ ძალიან არეულდარეულია და აი ამ ხმლების ქალის ჭკუაზეც შეიძლება ძალიან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს. ნახეთ, ზეგავლენა საკმაოდ დიდი იყო ამ ქალის და რატო გეტყვით ახლა, ნახეთ. აი
ხმლების დედოფალს აქვს მოკლედ ძალიან ძლიერი ენერგიები ამ დასტაში რა. ძალიან როგორ გითხრათ, აი ფრთებიანი გველი ხომ გინახავთ მითოლოგიაში, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში და ასე შემდეგ. ხო არის საპირისპიროების სინთეზი ნახეთ, მიწიერი და ამ მის შემოხოლ კუთხშიც კუთხშია ზუსტად ის რაღაცა მიწიერი, ხო და ზეციური, ასე ვთქვათ, მის აწეულ ფრთებში. ეგრეთ წოდებული ადეპტის სიმბოლო, რომელმაც დაძლია დაბალი ინსტინქტები და ასე ვთქვათ, სექსუალური ენერგია, კუნდალინი ეგრეთ წოდებული მიიყვანა ოფიციალურ ჯვრისწერის გვირგვინამდე, ხო? გველის ფრთები არ ნიშნავს სხეულიდან გაქცევას, არამედ მის გარდაქმნას ღვთიური სიბრძნის ჭურჭლად რა დაახლოებით ესე რომ მოვთარგმნით. ხა ძალიან ნამეტანი შეფასება გამოვა ამ ქალბატონისთვის ის რაც მე გავაჟღერე, მაგრამ აქ ძალიან ბრძენი, ეშმაკობებით სავსე, ცბიერებით სავსე, მაგრამ ნუ ხა ყველა ცბიერი ბრძენია, ხო, ამას ვერცად ვერ წაუბრალთ. რამდენად სწორად გამოიყენებს ამ თავის სიბრძნეს დაჭკუას, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩვენ ხა კეთილს დაბოროც არ ვარჩევთ. ანუ იცით როგორი მომენტია? ეს ადამიანი ამ თავს ესე მარტივად ვერ მოერევა. და მაინც მანახე ახლა შენ საითხარ ამ ქალისკენ თუ ოჯახისკენ. ქალისკენ თუ ოჯახისკენ, არა, ოჯახისკენ მეგობრებო. აქ სავარაუდოდ არ ვიცი ხა თქვენ ოჯახის სტატუსით მიყურებთ თუ მესამე პირის სტატუსით, მაგრამ აქ ურთიერთობა ცალსახად დანგრეულია მესამე პირთან და რა კი ხა აი აქ თქვენზე ვკითხულობ და აქაც მიჩვენებს აი ამ არკანებს, მე ვაძლევ თავისუფლებას თქვა რომ თქვენ ახლა მესამე პირები მიყურებთ და ეს ცბიერი ჭკვიანი ქალბატონი სწორედ თქვენ ხართ. თქვენთან დაკავშირებით რომ ვეკითხები ახლა რა ხდება აი იცით როგორი მომენტია, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე განადგურებულია. კოშკის არკანს შეხედეთ, მთელი კომპლექსი ჯერჯერობით დგას. ჯერჯერობით ინარჩუნებს სიმყარეს, უბრალოდ ანუ ეგრეთ წოდებული თავიც კოშკურაც კი არ არის მონგრეული, აი და რომ გადავარდება ეგეთ სიტუაციაშია, ხო? მაგრამ ადამიანები თითქოს მოვლენებს ასწრებენ და ხტებიან იმისთვის რომ გადარჩნენ, იმისთვის კი არა რომ თქვათ აი ამ ჭექა ქუხილმა და თქვათ ნანგრევებმა მოიყოლა ეს ადამიანები, არა, საფრთხე იგრძნეს და გადახტნენ. აი დაახლოებით ესეთი ემოცია მოდის. ანუ აი როგორი მომენტია იცით, არც ბოლომდე შეიძლება ბლოკებში არ ხართ, მაგრამ უფრო მგონია რომ აქ პაუზაზე ხართ, ან კანტიკუნტად იყოს SMS-ები რა. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი გთვლით რომ აი ძალიან ისეთი ქალი ან მამაკაცი ხართ, ხა ქალი მამაკაცი მოიგეთ თქვენს თავზე, ხო? და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ არ გამოვრიცხავ, მაგის არკანი აქ მაქვს, აგერ აქ მიდეს ქურუმ ქალის არკანი და თქვენ ახლა ვინც მესამე პირები მიყურებთ, რაღაცა გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, მაგიურ ჩარევებსაც მიმართავდეთ. არ ვიცი, შეიძლება ეს ძალიან უწყინარი წმენდების სახით იყოს გამოხატული, ან ვთქვათ, უფრო კიდე შორს იყოთ წასულები, იმიტომ რომ აი ეს წყობა, რასაც აქ ვხედავ, ამის თქმის საშუალებას მაძლევს. და მომავალი ენერგიები ვიკითხე, მომავალი არ იქნება ასე მარტივი თქვენს შორის, აქაც გაყოფილი გზები ცალსახად რჩება. ამ ურთიერთობას ეს ადამიანი ტვირთად აღიქვამს, საკმაოდ ძლიერ ტვირთადაც და თუ განახლდება ახალი ურთიერთობა, ეს იქნება ისევ თქვენს სიბრძნეზე, ისევ თქვენს შორს მჭვრეტელობაზე, ისევ ასე ვთქვათ, თქვენს აი როგორ გითხრათ, გამჭრიახობაზე დამოკიდებული, თქვენს მოთმინებაზე, რამდენად მისცემთ დროს და რამდენად მოკლედ აიტანთ იმ სიტუაციას, რა სიტუაციაც აქ არის. მაპატიეთ უკაცრავად. იმიტომ რომ აქ ასე მარტივად მოგვარდება თქო ვერ ვიტყვი, ყველაფერი კი აქ საკმაოდ დიდი პრაქტიკულად რეანიმირება უნდა მოახდინოთ ამ გრძნობის და ურთიერთობის. იმიტომ რომ აი ხელიდან გეცლებათ ეს სიტუაცია. მოხდება, არის შესაძლებელი რომ მოხდეს, არის შესაძლებელი რომ მოხდეს. სამყაროს არკანი მაქვს და კვერთხების მეფე მყავს დასტის ფანად, მაგრამ კიდევ ერთხელ
ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იქნება მარტივი. ჩემო კარგო ადამიანებო, ნახეთ, ადამიანს, რომელსაც არ ვიცი, დილა შუა დღეს აღარ მოწერ, სადახარ ასაკეთებ, არ ვიცი რაღაცა შენ თვლი რომ წუთა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას აწვდი, მაგრამ იმისთვის შეიძლება საერთოდ თუ ინტერესო იყოს შენმა მეზობელმა სვეტამ, არ ვიცი, ხა რა ამბავი შემოგიტანა და ყველაზე როგორ დალიეთ და ვიღაციეთ, არ ვიცი, ნოდარის ამბავი როგორ განიხილეთ, პირობითად ვამბობ, ხო და ულტრირებულად, მაგრამ ნუ ეხლა მისთვის ეს საინტერესო არ იყოს და ეს ადამიანი იყოს უფრო ფართომასშტაბიანი პრობლემებით და თემებით და კავებული მით უმეტეს თუ ვსაუბრობთ მამაკაცზე, ხო და თუ ქალები მიყურებთ. მამაკაცების ქონებრივი სტრუქტურა ბევრად განსხვავებული და სხვანაირია, მე სულ ამას ვამბობ ხოლმე და ამიტომ თქვენს ადგილას ძალიან სიფრთხილით მოვეკიდებოდი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ფორმატსაც, სიხშირესაც და ფორმასაც და შინაარსაც, რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ამას ძალიან მიაქციეთ ყურადღება, რომ მე თქვენსავე შექმნილ, ასე ვთქვათ, ჩიხსა და აფობუდაში თქვენვე არ გაეხათ. ესე გაეხათ კი რა იყო და გაებათ უკაცრავად. ხო, არა, შანსი ყველა შემთხვევაში მოგეცემათ ურთიერთობის განახლებისთვის, მაგრამ ამას დასჭირდება დრო, ძალიან დიდი ძალისხმევა, თქვენი ჭკუა და ასე ვთქვათ, სხვათა შორის რწმენაც და არ გამოვრიცხავ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ძალიან დიდი როლი შეასრულოს თქვენმა, ასე ვთქვათ, ჩარევებმა, ეს არ ვიცი, საეკლესიო კუთხით იქნება, აქ უფრო მგონია, რომ მაინც ვიღაც ოსტატს მიაკითხავთ და პარალელურად არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტაძარშიც წახვიდეთ, აქ ისეთი არკანები ამომივიდა და გინდათ არ გინდათ, მაინც ეს ურთიერთობა არის კარმული და სანამ ამას სწორად არ გაივლით და არ დახურავთ, არაფერი არ გამოსწორდება, შემიძლია ამაზე ეს თავამად გითხრათ. ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ, ვინ არის, ვისაც უყურებთ, ხო, არც მეტი არც ნაკლები არკანი ძალა, ადამიანი, რომელსაც ყველასთან შეუძლია სწორი კომუნიკაციის დამყარება, ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს დიპლომატი, შეიძლება იყოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, ასევე უშიშროების წარმომადგენელი, ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად ვერ გამოიყვანთ წყობიდან და ადამიანი, რომელმაც თუ ჩათვალა ადამიანი მისიანად და რაღაც გარკვეული ტიპის ურთიერთობა და ნუ ასე ვთქვათ, დადებითი როგორ გითხრათ, დამოკიდებულება აქვს ხო ადამიანის მიმართ, ან უყვარს, ან მოსწონს, ან რაღაცა მეგობრობს, რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს, ყოველთვის მოთოკავს თავს და ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სხვა არ დააზარალოს, ძალიან კარგი ენერგიების ადამიანს უყურებთ ცალსახად აქ და ვნახოთ, მოდი, რა ხდება ახლა ამ ადამიანის ცხოვრებაში, რა ეტაპს გადის და მე ვიკითხოთ უკვე თქვენთან დაკავშირებითაც. მშვენიერი არკანებია, ვერაფერს დავუწუნებ თქვენთან დაკავშირებით რა ხდება. ой. კაი, რა გადმოიყარა. უხტი. კაი, და მომავლის ენერგიებიც რომ ვნახოთ. აჰა. დამ. ой. სამართლიანობის არკანი გვაქვს და ის ფონი უკაცრავად და არჩევანი. ამებს ბოლოსთვის შემოვიტოვებ, რაც ასე ვთქვათ, აქეთ ამოვიდა. რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში? მის ცხოვრებაში ჩვეულებრივი დღის რუტინა, არ ვიცი, შესაძლოა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გამოიარა, სამშაბათს არკანით და სულელის არკანით აქ მიჩანს, რომ ძალიან ისეთი არამარტივი გამოცდებით ჩააბარა სამყაროს, გადაიქანცა, დაიღალა და დღეს თავდაცვით რეჟიმში უფროა გადასული, თუმცა მზის არკანით მის ცხოვრებაში ძალიან კარგი ენერგიები შემოდის, ის იბრძვის, ის წინ მიდის, ის არ ჩერდება, ის რაღაც ახალს იწყებს და საკმაოდ ისეთი პოზიტიურ ველშია და თვითონაც ძალიან ისე რწმენით და ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ. თქვენთან დაკავშირებით რომ ვეკითხები, ნახეთ, თქვენთან დაკავშირებით მიჩვენებს რაღაც გარკვეული ტიპის საკმაოდ დიდ ტრანსფორმაციას. მამის არკანი მაქვს და არ შემილია ბედის ბორბალი, არ თქვა ამ კომბინაციით, რომ ეს კარმული არ არის, ძალიან კარმულ ურთიერთობას გავს, სადაც ასე ვთქვათ, ძალიან დიდი დოზით არის კონტროლის სურვილი, სექსუალური
ტოლვა, ასე ვთქვათ, აი როგორი მომენტი აქვს, იცით, ადამიანს, უნდა გაკონტროლოთ, უნდა სულ აი როგორ მოკლედ დომინანტი უნდა იყოს ყველაფერში თქვენთან მიმართებაში და სხვა შორის თვლი ის, რომ თქვენ მისთვის საბედისწერო ადამიანი ხართ, ოღონდ სულ მაგას ვამბობ, რომ კარგად დააკვირდით, რასაც ვამბობ. ანუ საბედისწერო და საბედო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ოღონდ დააკვირდით, შეიძლება ადამიანმა გამოიაროს თქვენი ბედის ხაზზე და ისეთი მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს, რომ ვინც თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების ბოლომდე იქნება და ფოსტლების მიტანიდან წყლის მიწოდებით დამთავრდება და ბოლოს არ ვიცი, ჯვარი გწერიათ ერთ-ერთის მხრიდან სუდარის გადაფარებითაც, ხო, ღმერთმა ჯვარი დასწეროს. არ იქნება ის ადამიანი, რომელმაც აი ეს დიდი გარდატეხა შემოიტანა. ანუ საბედისწერო სხვა და ბედის სხვა არის და აი ეს ძალიან გთხოვთ, რომ გარჩიოთ ხოლმე. მომავლის ენერგიები იმდენი არკანი ამოვხარე, რომ რა ვიცი რა გითხრათ. ხო, არ იქნება მომავლის ენერგიები მარტივი, იმიტომ რომ კარმულ ურთიერთობას როგორც წესი ახასიათებს წავედი, მოვედი, ასე მეგონა, ასე არ აღმოჩნდა. დავიკარგე, მე იქ რაღაცა სხვა ადამიანები გამოჩნდნენ, ბევრი ტესტი მოგვიწყო ცხოვრებამ, გაგვტესტა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გამოცდები ჩაგვაბარებინა, მე კიდე მოვიდა, კიდე ავაწყეთ ურთიერთობა, კიდე რაღაცნაირად ვერ, აი ზუსტად ეს არის, ეს ვარიანტი ძალიან შეესაბამება ადამიანს 24/7-ზე თქვენს თავში, ანუ ადამიანს, რომელსაც ვერაფრით ვერ იცილებთ თავიდან და ადამიანი, რომელიც მუდმივად თქვენს ტვინში ტრიალებს, კი ბატონო. მომავლის ურთიერთობები საკმაოდ დადებითი და პოზიტიური და იმედის მომცემია, რომელიც სხვათა შორის თუ სწორად მოიქცევით და სწორად მიყვებით ამ ყველაფერს, რასაც სამყარო მოგივლენთ, მოითმენთ, სიბრძნეს გამოიჩენთ და ჭკუას გამოიჩენთ და აი ნახეთ, არ აყვებით იმ ტრიუკებს, რომელსაც სამყარო გამოგიგზავნით, იმისთვის, რომ აი, აბა, შენ შეძლებ, შენ აიტან ამას და თუ ყველაფერს კიდევ ერთხელ სწორად აიტანთ, შეიძლება მე რომ ეს ადამიანი თქვენთვის კი, აი გადავშალე და იმპერატრიცა მოვიდა უკვე რაღაცა საბოლოო სწორად გამიგეთ და დიახ კუნდალინის გვირგვინამდე მიყვანითაც და დასრულდეს. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის თითოეულ თქვენთაგანს. არ ვიცი, კიდევ მოვიფიქრებ, ვეცდები რა თემებიც გაინტერესებთ, რომ მივუტრიალდე და კიდევ რამდენიმე ვიდეო ჩაგიწეროთ. ახლა კი დაგემშვიდობებით, ნახვამდის, მადლობა.